გამარჯობა მეგობრებო. ესე იგი, საქართველოში როგორც ადრე ვაცხადებდი, სამართალი ფაქტიურად მოკვდა, სასამართლო რა გითხრათ, მუშაობს მეთქი ვერ ვიტყვი, უпростоრად არ მუშაობს. ანუ ცუდადაც არ მუშაობს, საერთოდ არ მუშაობს. არათუ ცუდად, არამედ საერთოდ არ მუშაობს. ხო და ამ ფონზე აი ვიფიქრე მეთქი რა გავაკეთო, საერთოდ აზრი აქვს რაღაცა იურიდიული ნიუანსების ახსნას და ასე შემდეგ. აზრი აქვს, იმიტომ რომ მაინც საზოგადოება 21 საუკუნეში ცხოვრობს და რაღაცა უნდა განვითარდეს, რაღაცა წინ წავიდეს. მაგრამ ეხლა მე მინდა სულ სხვა რაღაცაზე ჩავწერო ეს ვიდეო. ანუ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იურისტი წამოვიდა, ესე ვთქვათ, ახალი თაობა და თავს უფლება მივეცი, ცოტა გავკადნიერდი და მე როგორც ესე ვთქვათ 25 წლის გამოცდილების მქონე იურისტმა გადავწყვიტე, რომ რაღაცა პრაქტიკული რჩევები ესე ვთქვათ გამოვთქვა, ანუ აზრი რაღაც მომენტებზე აი ამ იურიდიული სერვისის თვალსაზრისით. ვერ ვიტყვი, რომ მე ძალიან რაღაცა ტოპ წარმატებული სერვისი მქონდა საქართველოში. უпростоრად წარმატებული საქმეები კი მქონდა, მაგრამ როგორც ესეთი აი ძალიან ეს საქმე არ ყოფილა ჩემი ყოველდღიური ინტენსივობის რუტინა და რაღაცა ესეთი საქმიანობა, როდესაც თქვა სხვას არაფერს არ აკეთებ და ამით ცხოვრობ. არა, ძალიან ბევრ სხვადასხვა სამუშაოებზე და თანამდებობებზე მიმუშავია და სხვადასხვა ესე ვთქვათ მიმართულებით აქ არ ჩამოვთვლი ახლა, მათ შორის მქონია დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა, პრაქტიკულად ეხლაც მაქვს, ოღონდ ახლა დისტანციურად მუშაობ. ხო და რა მინდა ვთქვა, უყურეთ, პირველი რჩევა, რაც მინდა რომ ახალგაზრდა ესე ვთქვათ დამწყებ ადვოკატებს და იურისტებს მივცე, ვინც აპირებს რომ ესე ვთქვათ ეს იურიდიული სერვისი მიაწოდოს საქართველოში ესე ვთქვათ ხალხს. ერიდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც აი პირდაპირ რეკავს თქვენს ნომერზე და წინასწარ არ მოგწერთ, დაუშვათ ვინ არის, საიდან მოხვდა თქვენთან, ვინ მისცა თქვენი კოორდინატები და ასე შემდეგ. აი ესე პირდაპირ თავხედურად, როგორც იტყვიან, ნაგლად რეკავს და თან არ გეშვებათ, არო უთიშავ რეკავს, იცოდეთ, აი ეგ ხალხი გაგაწვალებთ ძალიან და იმახსოვრეთ. ერიდეთ.